ჩემთვის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი პიროვნება ექვთიმე. რა თქმა უნდა, ილიაც დიდია, ყველა დიდია, მაგრამ ექვთიმეს მიმართ. ექვთიმე ჩივინარი, ექვთიმე ინდიანა ჯონსი. ქართველი. მართლა გეუბნები. მე მაგაზე ვიდოდა ფილმის გადაღება და ფილმის გადაღება მინდა სცენარი დავწერე რა. ნუ კონკურსში ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სცენარი დავწერე და ვიმუშავე და ჩემ თვალწინ იყო კაცი ინდიანა ჯონსი, ჩვეულებრივი, რომელსაც თბილისში საქართველოში ქსელი ჰქონდა მე ისა ქვია, აი ანტიკვარით მოვაჭრეების და თუ ვინმე ανტიკვარით მოვაჭრეს რამე ჰქონდა, ჯერ ამასთან უნდა მოედანათ, რომ ამას ეყიდა, შეეძდა, მოიპარავდა. მომპარვებიც ხშირია. ხო, აი სარაჯიშვილის დებუასთვის მე მგონი ვერხისტყავსან აი დებუა კი არა, მაინც აღარ მახსოვს ვინ იყო, ვიღაც ბარონ მოგეთ ვიღაცისთვის დაიჩუქებინა ვერხისტყავსანი ექვთიმეს უთხრა ეს მათხოვეო? მათხოვე უთხრა და მე მივიდა და სადარიო ჩემი ვერხისტყავა შენ სახელით იმას შევწირეო ქართველთა წინაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ბიბლიოთეკას. მოდი და წაართვი. ხო, ანუ ეგეთ რაღაცებს აკეთებდა რა. და ნუ რა ვიცი ახლა მაგას რას აკეთებდა იცი? არტეფაქტებს ამას ხო აგროვებდა, ამ წარწერებს ხო შიფრავდა, ხო კითხულობდა, დაუკლარჯეთში მაგან ძალიან ბევრი რაღაცები ამოიკითხა, რომელიც დღეს განადგურებულია და აგის აი ნაწერებში არ დამავიწყდება ყველაზე მაგარი რაღაც, რომ მეო ჩემ მისიას ვხედავ იმაში, რომ ეს ყველაფერი გადავარჯიდო და აღწეროო. შემდეგი თაობები ამას მე შეისწავლიან. ანუ შესწავლას ვეღარ ასწრებდა რა. ეს იყო დაკავებული ამების გადარჩენით, აღწერით. მე ამაზე სამეცნიერო სტატიებს და იმებს ვეღარ წერდა. ადამიანი აი მეჭურჭლეთ ხუცესი მაგიტო ქვია ამ ადამიანს რა, ანუ თუ რამე ისტორიული არტეფაქტი არსებობდა, არის ექვთიმე და გვაქვს დღეს, ექვთიმეს გადარჩენილი, მისი აღწერილი, მისი შენახული და ბოლოს გაყვა კიდეც საფრანგეთში და მე ნუ ჩამოყვა კიდეც იმას. ხო და მაგას გქონდა ეგ კაცი ხო კოჭლი იყო და მოხუცი და ესე უყურებს ეკრანზე და ფოტოშიც, მაგრამ თხით თხასოწელია, მაგრამ დაივიწყეთ ეგ კაცი და ინდიანა ჯონსი, ეგ არის ქართველი ინდიანა ჯონსი, რომელიც მიდიოდა ყველაფერზე, იყო აი ეს იმებზე ადიოდა ხოლმე, ესეთ კლდეებზე და იმ ციხესიმაგრეებზე ადიოდა ეს კოჭლი კაცი, მე ძლივს ჩამოყავდა თუკან. ვერს უწერია ეგ, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მაგარი ადამიანი იყო რა. ძალიან აი აზარტული თუ ვინმე იყო თავის საქმეში, იყო ექვთიმე თაღაიშვილი. სხვადასხვა ექვთიმეც უშვილო იყო, იაკობიც უშვილო იყო, რამდენი დიდი ქართველი იყო უშვილო. ყველაზე საშინელება ისე რომ ამ თაობაში გამოჩნდა ხალხი, ვინც წერს რომ ექვთიმენო კაცო იქ რო წაიღო, გაფლანგაო, ის განძიო და ეგ ცალკე მაგიჟებს ხოლმე. ეხლა მაგაზე ვინა მოგიყვეთ ჯერ, ხო, რა ხდება, რა მოხდა მან სინამდვილეში. ბოლშევიკები რო შემოდიოდნენ თბილისში, ამათ შეეშინათ რომ ხა ბოლშევიკები მოდიან მარადიორობდნენ. რომ ეხლა ეს საგანძური როგორ დაუტოვოთ ეს მუზეუმია, კაცო და ესენი გაქცევას საფრანგეთში კი არ ფიქრობდნენ. ქუთაისში წაიღეს, იმიტომ ხო გაჩერებულიც იყო კარგახას ვაგონი. ხარა, ვაგონი საფრანგეთში არავინ არ აპირებდა წასვლას. კვინტანზე რო თქვა თბილისში ტოვებო, ცხეთაში გავაგრძელებიო, იმას იძახდა, იმას კი არ იძახდა, პარიზში გავიქცევიო და ლევიშვილი ცხოვრებო. ანუ იმის გამო რომ ამათ ეს საგანძური რო გამოიტანეს, ბოლშევიკებისგან დასაცავად რომ არ გაეძარცვათ იმას რა ქვია, მარადიორებს. რა ვიცი რომ არ გაძარცვავდნენ, ვინ ვერ იტყვის მაგას, თავდებოდ ვერ ავდგებოდა, ვინ დაუდგებოდა. და ექვთიმე დარჩა ამის მცველად. ქუთაისში იყო, მე ბათუმში იყო კიდე ეს. ანუ ესენი რომ მოდიოდნენ, ესენი ხო ხვდები ამათ, ეს ადამიანი იყო ამის მცველი, განძის მცველი იყო. მე რომ წავიდა ეს თავრობა და რაღაც ყველაფერი რომ წაიღეს, წაიღეს და ესეც გაყვა ამას და მთელი ცხოვრება იცხოვრა ამის განძის მცველობით. ანუ ესე არ იყო რომ თბილისიდან პირდაპირ პარიზში მიჰქონა ამ კაცს და პირდაპირ მარსელში მიჰქონა ეს განძი რა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ადამიანი ყველა ფიქრობდა, რომ არავინ არ აპირებდა კიდევ ვიძახი გაქცევა საქართველოს, ყველა ფიქრობდა, რომ ნუ რაღაცა მოვიგებია იყო თუნდაც ის უკან დახევა. ათუშიც ხო ეს აფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ნუ ბოლოს რომ მიხვდნენ, რომ თავზე ძალა აღარ არის, ნუ წავიდნენ ვერ.